გამარჯობა ბავშვებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის მხიარულ სამყაროში. ბეგო და ბეგი, როგორ ხართ? მე კარგად ვარ. ბეგი მასწავლებელო, მაგრამ აი ნახეთ, ბეგი არის რაღაცნაირად მოწყენილი. ბეგი, რა მოგივიდა? ვაი, ბეგი მასწავლებელო, მინდოდა თქვენთვის ჩემი უხასიათობა არ მეგრძნობინებინა, მაგრამ არ გამომდის. აი, ვერ ვიტანამ უსამართლო საყვედურებს და რა ვქნა? ბეგი, არ ინერვიულო რა. თორე აი, მეც გამიფუჭდება ახლა ხასიათი რა. არ შემიძლია, ბეგო, აი, არ შემიძლია. ბეგი, რა მოხდა? ვინ გაწენინა? ვინდა ჩემმა მამიკომ. მამიკო? ხო, ბეგი მასწავლებელო. არა, წარმოგიდგენიათ, თურმე მე ბუნებას უდიერად ვეპყრობი. მე მეუბნება ამას, რომელმაც უამრავი ხედავრგე აი ბეგოსთან ერთად. ბეგი მასწავლებელო. ბეგი, ძალიან გთხოვ ნუტილი. მოდი ახლა დავშვიდი და კარგად აგვიხსენი რა ხდება, კარგი? ბეგი მომისმინე, აი ხაერი, ღრმად, ჩაისუნთქე, ამოისუნთქე და მოგიყევი ყველაფერი. კარგი ბეგო, ვენცდები. ამიდი. აი ასე, ახლა დავიწყებ. მეგი მასწავლებელო. მე მაქვს ერთი ასეთი ჩვევა. ზოგჯერ წყლის ონკანი აი ღია მრჩება ხოლმე, ანუ დაკეტვა მავიწყდება. რის გამოც ჩემი მშობლები ხშირად მსაყვედურობენ. ხო და ახლაც თქვენთან რომ მოვდიოდი გადაცემაში, ძალიან მეჩქარებოდა. ხო და ამის გამო დამავიწყდა ონკანის დაკეტვა. დიდი ამბავი, ბეგი, მე მგონი შენზე უფრო ხშირად მრჩება ხოლმე. ვახ, რა მოხდა ახლა რა საქმეა? მეც ამას ვამბობ, ბეგო, აი არც არაფერი მომხდარა, მაგრამ მამა ჩემისთვის ეს თურმე დანაშაულის ტოლფასი ყოფილა. აუ, რატომ იცი ან მშობლებმა აი ყველაფრის ქართულება ხოლმე რა. დიდი ამბავი ხა, მე და ბეგის თუ ხანდახან დავრჩება ხოლმე ონკანი მოშვებული. საქართველოში წყლის მეტი რა გვაქვს, აი რა დაშავდება ამითი. მეც ამას არ ვამბობ, ბეგო და ბეგი, მოდი ახლა ასე მოვიქცეთ. მე თქვენ წყლის შესახებ რაღაცეებს მოგიყვებით და მე თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები, კარგი? რაო? მეგი მასწავლებელო, თქვენ გინდათ თქვათ, რომ ჩემი მამიკო მართალია? ახლა მართლა ავტირდები. ბეგი, დამშვიდი. მე შენ არაფერს გიმტკიცებ. რამოდენიმე წუთი დამითმეთ და თქვენ თვითონ მიხვდებით ყველაფერს. ბეგი, მოდი რა ჩვენ საყვარელთ, მეგი მასწავლებელს მოусმინოთ რა. კარგი, მოვусმინოთ. ძალიან კარგი. პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენს დედამიწას ცისფერ პლანეტას უწოდებენ. და თუ იცით რატომ? მე არ ვიცი, მეგი მასწავლებელო არც მე. იმიტომ რომ მისი უდიდესი ნაწილი წყლით არის დაფარული. მეგი მასწავლებელო, აი თქვენ თვითონაც ხომ თქვით, აი მე და მეგიც ამას ვამტკიცებთ. რამდენი წყალია დედამიწაზე და აი რა მოხდება თუ ორმა ბეჰემოტმა ბეგომ და ბეგიმ ონკანი დატოვა ღია. საქართველოში წყლის მეტი რა გვაქვს? დიახ, ვეთანხმები ბეგოს მეგიმას. ო რა. ბეგო და ბეგი მე ჯერ არ დამისრულებია. სამწუხაროდ, მიუხედავად ამისა, სასმელად ვარგისი წყალი დედამიწაზე ძალიან ცოტა გვაქვს. ერთი წუთით. მეგი მასწავლებელო გამახსენდა, ბეგი, გახსოვს გემზე გადაცემაში მეგი მასწავლებელმა ახსენა, რომ ადრე აი არჩეულ გეზს თუ გადაუხვევდა გემი, იქ მყოფები შეიძლება სასმელი წყლისა და საჭმლის გარეშე დაღუპულიყვნენ. ზუსტად ასეა ბეგო, ზუსტად. აჰა, ახლა მივხვდი. გამოდის, რომ ჩვენს ცისფერ პლანეტაზე არსებული წყლის უმეტესობა სასმელად არ გამოიყენება. ნამდვილად ბეგი. და უფრო მეცაც გეტყვით. არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, სადაც ჩვენსავით ონკანიდან წყლის დალევაა შესაძლებელი. ბეგი, გახსოვს, აი ჩურჩხელაზე გადაცემაში მე ვახსენე, აი მამიკოს მეგობარი რო იყო უცხოეთ და ჩამოსული. ის გვიყვებოდა, რომ იქ სადაც ცხოვრობს, ონკანიდან წყლის დალევა არ შეიძლება და სასმელ წყალს მაღაზიაში ყიდულობენ. მახსოვს. ბეგო, რა კარგია, რომ ეს ყველაფერი ასე კარგად გახსოვს. საბედნიეროდ საქართველოში მტკნარი წყალი საკმარისად მოიპოვება. რაო? მტკნარი წყალი. ისა, მეგიმას მტკნარი რას ნიშნავს? მტკნარი, ანუ სასმელად ვარგისი, სუფთა. ზღვის წყლისაგან განსხვავებით, ის მარილებს მინიმალური რაოდენობით შეიცავს. გამახსენდა.
მახსენდა. ბეკო, გაგიგია ასეთი გამოთქმა, მტკნარი სიცრუე. როგორ არა, მტკნარი სიცრუე. ახლა მივხვდი, ეს თურმე სუფთა ტყუილს ნიშნავს. ოჩახ ბეგი, ძალიან კარგი. მე გიმასწავლებელო, ეს ყველაფერი მართლა ძალიან საინტერესოა, მაგრამ რამდენი ხანია წყალზე ვლაპარაკობ და ჩვენი გადაცემა სულ დაგვავიწყდა. დაგვავიწყდა, ხო? არაფერიც არ დაგვავიწყდა ბეკო და ბეგი. ჩვენი გადაცემა ჩვენ დიდი ხანია დავიწყეთ. ერთი წუთი, ბეგი. მივხვდი, დღევანდელი ჩვენი გადაცემის მთავარი პერსონაჟი იქნება, ერთად თქვათ? აბა, წყალი. რა საკვირველია წყალი? ბეკო, ნახე, გამოჩნდა წყალი და დაბლა წარწერაც არის წყალი. დღეს უნდა ვისწავლოთ ასობგერა წ. მართალია. ერთი წუთით წ. რა ლაბაზია ასობგერა? აი რაღაცნაირი წარმოსადეგი თანხმოვანია, წარმოსადეგი. კიდევ რაღაც მოიგონა ამან მე გიმასწავლებელო. რა მოვიგონე? ბეკო, რას ნიშნავს ეს სიტყვა წარმოსადეგი? მე გიმასწავლებელო, ნახეთ, მაშინვე იფიქრა რომ მე რაღაცა ცუდი ვთქვი ამ არაჩვეულებრივ თანხმოვანზე. წარმოსადეგი ბეგი ნიშნავს, რომ აი ვიღაცას იტყვი რომ აი კარგი ახანაგობის არისო. ოჩახ ბეკო? ხო, კარგი? რა თქმა უნდა. მე გიმასწავლებელო, გესმით? აი პირველად გავიქონე ბეკოს პირიდან თანხმოვანზე ნათქვამი კომპლიმენტი. ასეა. ბეგი, ხო, მიცი რომ მე კომპლიმენტები ძალიან მიყვარს. აი, შეწყომ გეუნები ხოლმე ხშირად. ბეგი, რა ლამაზად გამოიყურები. აი, ნახე, მომეწონა ეს თანხმოვანი მართლა კარგად გამოიყურება. თან დედამიწაზე არსებული ეს მნიშვნელოვანი რამ წყალი, აი ამ ასობგერით იწყება. მართალი ხარ ბეკო. ნელ-ნელა ვხვდები რომ ჩემი მამიკო მართალი ყოფილა. ძალიან მიხარია რომ ასე ფიქრობ ბეგი. იცით, ერთსაც დავამატებ. დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა მუდმივად იზრდება. ამიტომაც წყალზე მოთხოვნილება დღითიდღე მატულობს. წარმომიდგენია მე გიმასწავლებელო. რა თქმა უნდა, ყველას სჭირდება წყალი. რა თქმა უნდა. რა საკვირველია. მაგრამ იცით ბეგო და ბეგი, სამწუხაროდ დედამიწაზე არის ისეთი ადგილები, სადაც წყლის რაოდენობა იმდენად ცოტაა, რომ ადამიანები შესაძლოა უწყლობისგან დაიღუპონ. მართლა? დიახ. წარმოგიდგენია ბეკო? აი მე კიდევ ონკანის დაკეტვა მავიწყდება ხოლმე. არა, მე გიმასწავლებელო, ეს აღარ განმეორდება გპირდებით. მეც ყურადღებით ვიქნებით, აი, ამის დასამტკიცებლად, აი, ახლა მე ლექსი დავწერე. ძალიან კარგი გისმენთ ბეგო? ყოველთვის წყალი რომ გქონდეს, დაკეტეთ ონკანი ბოლომდე. ყოჩაღ ბეკო, ყოჩაღ. არაჩვეულებრივი ლექსი გამოგივიდა ბეგო, ძალიან კარგი. მე გიმასწავლებელო, ერთი რაღაც მინდა დავამატო. ისმენ? მარტო ონკანის დაკეტვა საკმარისი არ არის. წყალს გაფრთხილება სჭირდება, როცა არ გჭირდებათ, თქვენად არ უნდა დავხარჯოთ. ბეგო? მართალია. მე ვამაყობ შენით ბეგო. აუ, ბეკო, ეს ძალიან კარგად აღნიშნე. ყოჩაღ. დიდი მადლობა და მე გიმასწავლებელო, კიდევ რას გვეტყვით წყალზე? ძალიან დამოინტერესა ამ თემა რა. იცით რა, სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო გვრჩება, მაგრამ რასაც მოვასწრებ, გეტყვით. გისმენთ მე გიმასწავლებელო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ორგანიზმის 60%-ზე მეტი წყლისაგან შედგება. რა? ერთი წუთით მე გიმასწავლებელო. გამოდის რომ მე რომ გამწურონ, აი ბეჰემოთი ბეგო რომ გაწურონ, მე დავრჩები 40% ბეგო დანარჩენი წყალი. გახსევა მდინარე დადგება ჩემს ირგვლივ, ვაიმე. ბეგო რა სასაცილო. ასია, აი ალბათ ამიტომაც არის რომ ადამიანს საჭმლის გარეშე თვეზე მეთხანს შეუძლია გაძლება. ერთი წუთით მე გიმასწავლებელო. რამდენი? თვეზე მეთხანს ბეგო. თვეზე მეთხანს კი არა, 40 წუთი ვერ გაუძლებ მე გიმასწავლებელო. რას ამბობთ? ბეგო. სხვა გამოსავალი რომ არ გქონდეს რასიზა? არა, იმ ისე მშვენივრად გაუძლებ. არა, ბეგი, იმ გემზე თუ მოხვდები, რომელსაც აი ეს გეძი რომ აერია, ხო? იქ რა თქმა უნდა, გაუძლებ, აბა, რა ვქნავა იგივე. ეგ ცუდი გემი იყო. მოდი გავაგრძელოთ, ხო? გავაგრძელოთ მე გიმასწავლებელო. აი წყლის გარეშე კი ჩვენ მხოლოდ რამოდენიმე დღე შეგვიძლია ვიცოცხლოთ. წყლის გარეშე რამდენიმე დღე, ვაი. რა საინტერესოა. ძალიან მე გიმასწავლებელო, ძალიან. წყალზე კიდევ ბევრი საინტერესო რამის მოყოლაა შესაძლებელი, მაგრამ ახლა ჩვენს გაკვეთილს უნდა დავუბრუნდეთ. მე გიმას
ახლა რაც თქვენ მოგვიყევით, სრულიად საკმარისია ჩვენთვის, რომ წყალს განსაკუთრებულად მოვექცეთ. ხომ ასეა, ბეგო? გაუფრთხილდები, ბეგი, ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ, რა თქმა უნდა. როგორ მიხარია ამის მოსმენა, ბეგო და ბეგი? ახლა ჩავხედოთ პლანშეტს და ვნახოთ, როგორ იწერება ასობგერა წ. ჩავხედოთ. აბა ჩახედეთ. აი, ასე. ბეგი, რა ლამაზი ასობგერა თქვენად კი არ ვახსენე, რომ წარმოსადეგია მეთქი რა ხე. კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ. ბეგი მასწავლებელო. ყურადღება. აი, ასე. ბეგი, ახლა ვნახავთ არაჩვეულებრივ ანიმაციას, არა, უბრალოდ მე ასე მგონია, რომ იქნება განსაკუთრებული ანიმაცია წყალზე. ნამდვილად, მოდი დრო არ დავკარგოთ. აბა ვნახოთ. ნახოთ. ოკეანის მდინარეს და ზღვას ყველას მისი ხასიათი აქვს შვენიერ ბაღს გააშენებს ან დატყორავს სახლს გაუფრთხილდით მას მეგი მასწავლებელო, აი ამ ანიმაციის ნახვის შემდეგ კიდევ ერთი ლექსი დავწერე. ძალიან კარგი, ბეგო. ახლავე ისმენთ? არც კი მინდა წარმოდგენა, თუნდაც ერთი წამით რა მოუვა დედამიწას თუ გათავდა წყალი. მართალი ხარ, ბეგო? ოჯახ, ბეგო. ძალიან კარგი ლექსია. მეგი მასწავლებელო, მოდით რა, თუ არ დავკარგოთ და ბეგი მოიფიქროს სიტყვები, რომლებიც ასობგერა წყლზე იწყება. ძალიან კარგი მე მოიფიქრო. მედი აბა. ახლავე დავიწყებ, მადლობა. წლზე ხო? დიახ, წელზე. მე მოვიფიქრე წიწმატი. აუ როგორ მიყვარს ეს მცენარე რა გემრიელია. დამაცადე, ბეგო. აი, მიდი. კიდევ მოვიფიქრე წებო. ერთი წუთით დამაცადე, ბეგო, მოვიფიქრე წებო. ბეგო, მომაცინე, ერთით დამრჩა. მედი აბა. და მოვიფიქრე წამწამები. მეგი მასწავლებელო, ერთით დამრჩაო და წამწამები მოიფიქრა. წამწამები ბევრია, ბეგი. ბეგო, აუ მეგი მას, როგორი ხალისი შემოაქვს ბეგოს, არა? რა თქმა უნდა. ასე უფრო საინტერესოა ცხოვრება. მეგი მასწავლებელო, ახლა ჩემი ბეგო, გისმენთ აბა შენიც. გისმენთ? პირველი სიტყვა ეს არის წიფელი. ოჩა? ბეგი ხომ იცი ეს ხე არის? როგორ არ ვიცი? შემდეგი მოვიფიქრე წიწიბურა, აი მარცვლეულია, აი ბავშვებო უგებრიელისია და თან ძალიან სასარგებლოა თქვენთვის, ამიტომ უნდა ვჭამოთ. ერთი წუთით, არა, ასე არ გამოვა, სხვანაირად უნდა გითხრათ. ამას ვითხოვ პრინციპულად ყველამ ვჭამოთ წიწიბურა. ოჯახ, ბეგო, მე შევჭამ. და ბოლო ბეგო. სიტყვა მოვიფიქრე წიგნი. ძალიან კარგი. ბეგი, ახლა თუ მიხვდები, რატომ მოვიფიქრე ეს სიტყვა? არ ვიცი. რამდენი გადაცემა დარჩა, სანამ მთლიანად ვისწავლით 33-ვე ასობგერას. რამდენი? აი, ერთი წელი გაჩერდი სხვანაირად დაგისვა მომკითხვას. საინტერესოა. გეკითხები, ბეგი, აქ საიდან მოხვდი? გადაცემა დაგვრჩა სულ რამდენი? 4! მეგი მასწავლებელო, რა მაგარია 4 გადაცემას და მთლიანად გვეცოდინება 33-ვე ასობგერა და მე შევძლებ წიგნების საკითხვა. ნამდვილად ბეგო, მართალი რა ხარ. მაგარია. ძალიან კარგი, ბეგო და ბეგი. ახლა კი ჩვენი დამშვიდობების დროც დადგა. ბავშვებო, ჩემო ძვირფასებო, უსაყვარლესებო, ძალიან მალე ისევ ახალი გადაცემით დაგიბრუნდებით. ბავშვებო,
თქვენ კი არ დაგავიწყდეთ აუცილებლად შეხვიდეთ საიტზე ცოდნაჯი, სადაც ირაკლის აწყობილის სულ ახალი თამაშები გელოდებათ. კარგად იყავით ბავშვებო. ნახვამდის ბავშვებო. მომავალ შეხვედრამდე. ცოდნის მხიარულ სამყაროში. გვინდა ვიცოდეთ ბევრი რომ გადავცუროთ სხვა ჩვენ ვართ ბეკო და ბეგი წინ გველოდება გზა მაგარია გზა გველოდება როგორ ამოდის მთვარე და სადეშვება მზე სადეშვება როცა იძინებს ღამე მაშინ იღვიძებს დღე ჩვენ აქ ვისწავლით სიმღერით მერე უნდა გავაფერადოთ ორას გავაფერადოთ მაგარია თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო რისთვის დაცურავს თევზი ზამთარში რატომ თოვს? რატომ თოვს? ყრუბელი არის ზევი ჩვენგან ძალიან შორს. ვაი, ამაღლა არის მართლა ეს ყრუბელი. კურდღელს აშინებს მგელი. ვაი. ზებრას ოლები აქვს. მიწაზე ცოცავს გველი და ამოძრავებს თავს. თამაშებს. ნახავს ვინც ღილაკს და აჭერს ანიმაციებიც გაგვართობს მაგარი ანიმაციებს ნახავთ თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო ბეგი იმდენ რაღაცებს ვასწავლით ბავშვებს ძალიან ბევრ რაღაცას რა მაგარია ბეკო როგორ მიხარია